მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, ჩემო მსმენელებო და რა ვიცი, ვინც ნახავთ ჩემს აუდიო ჩანაწერს და ამ რომანს მოусმენთ, ყველას მოგესალმებით. ვიცი რომ თქვენ ჩქარობთ, ძნელია რა გაწყვეტა და მოდი ჩავწერ გავჩერდით ჩვენ ექიმმა რო აიღო თავისი ხელსაწყოები და გარეთ გავიდა. ესე იგი, ანტონს მამა მიუახლოვდა ოთარი. გავემზადოთ. გარეთ ტაქსი გველოდება. ექიმი გვირჩევს, რომ სასწრაფოდ ხარ მისახედი. წამოდი. თუ ვინმე ნაცნობი მყავს, ყველას თავს დაგახვევ და გამოგაჯამრთელებ, უთხრა შემართებით და სკამზე გადაკიდებულ მის ქურთუქს მისვდა. ანტონი ისევ საწოლზე იყო ჩამომжდარი. მისი ფიქრები იმდენად შორს წასულიყო, რომ აღარც ოთარის ლაპარაკი ესმოდა და ვერც მის მოქმედებას ამჩნევდა. ექიმის დასკვნის შემდეგ მას გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ეს უნდა გაეკეთებინა, რაც შეიძლება სწრაფად. რას ვაკეთებთ? არ მივდივართ? ოთარის ხმა მაშინ აღიქვა სრულად ანტონმა, როცა არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. ამიტომ ნელა ასწია მან თავი ახალშეძენილ მეგობარს თვალებში შეხედა და საკმაოდ მშვიდად უთხრა: ექიმი გაუშვი. რას ამბობ, გაგიჟდი? გაოცებულმა ოთარმა ორიოდე ნაბიჯით უკან დაიწია და ანტონს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. ექიმი გაუშვი, ოთარ. კვლავ გაიმეორა სავიჩევმა და შეუვალი მზერა ესროლა მჭედელს. ეს უკვე სისულელეა შენი მხრიდან და ვერ გავიგე. ამას რატომ აკეთებ? წამიერად თვალმოხუჭულმა ოთარმა შუბლი მოისრისა და თან დაამატა. უნდა წამოხვიდე, სხვა გზა არ არსებობს. მოდი საბოლოოდ გავერკვეთ, თორემ უხერხულია ამდენ ხანს რომ იცდიან. საწოლიდან ჯოხის დახმარებით წამოდგა ანტონი. ექიმი უნდა გაუშვა, რადგან ისედაც დიდხანს ვალოდინეთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, უთხარი, გრიშას რომ მიიყვანს, უკან გამობრუნდეს. ისევ მანდ გაჩერდეს და დაგველოდოს. მანამდე კი ერთი თხოვნა შემისრულე. დედაჩემის საფლავზე მინდა გასვლა და ამაში დამეხმარე. ეს არის მეტი არაფერი. სავიჩევმა ვერ დაინახა ცრემლით ამოვსებული მჭედლის თვალები, რადგან მას, როგორც კი ბურთივით მოებჯინა ყელში, თავი დახარა და პირუჩუმრად წავიდა კარისკენ. ერთი წუთის შემდეგ ოთარი ძალიან დანაღვლიანებული დაბრუნდა, მაგრამ ის ისე ტყობოდა, რომ ამ განცდის დამალვას ცდილობდა. ყველაფერი კარგად იქნება, ანტონ, ნუ გეშინია, მე გვერდიდან არ მოგცილდები, უთხრა და ყელში ამოჭრილი ბურთის თანხლებით მიეახლა უმცროს მეგობარს, რომელსაც ქურთუკი უკვე შემოეცვა და გარეთ გასასვლელად გამზადებული იყო. მჭედელმა ფრთხილად ამოსდო ხელკავი და კარის ზღურბს ნელისვლით გადაატარა უცნაური სტუმარი, რომლისთვისაც მზად იყო ყველანაირ ნებას დახოლოდა. მზის სხივებთან ბრძოლაში ძალა დაკარგული დილის სუსხი თავის გადარჩენის მიზნით ნიავს ასდევნებოდა და სასაფლაოზე მდგარი ფართოდ განტოტილი ხეების ქვეშ დროებით თავშესაფარს ეძებდა. საფლავებს შორის უმისამართოდ მორბენალმა ხსენებულმა სუსხით აღჭურვილმა ნიავმა ჯოხზე დაყრდნობილ სავიჩევსაც შემოურბინა გარშემო, მაგრამ ქვაზე გამოსახული დედის სურათზე მიჩერებული შვილის ყურადღება ვერანაირად ვერ მიიპყრო. მჭედელი მოშორებით იდგა და სევდიანი თვალებით შესქეროდა ამ დრამატულ სცენას. ანტონი კი მუხლებში ოდნავ მოხრილი ფეხებით მდგარი უსულო სვეტივით გაშეშებულიყო და დედის მზერისთვის გაესწორებინა თვალი. რამდენიმე წუთის განმავლობაში სურათი უცვლელი იყო, რის შემდეგ ანტონმა თავი დახარა და გარშემო შემოვლებულ რკინებს შიგნით ჯერ დედის საფლავი შეათვალიერა, ხოლო მერე მის გვერდით დატოვებული ადგილი. აი, აქ იჩინა თავი ყველა ადამიანურმა სისუსტემ და სავიჩევის გონებაში
წამყვან პოზიციებზე განლაგდა. აი აქ იგრძნო ცხოვრებაში პირველად საკუთარი უსუსურობა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ერთი მცირედი აზრიც აღარ მოიძევებოდა მის აზროვნებაში, რომელიც უწინდებურად შეებრძოლებოდა ადამიანის სიცოცხლის გზაზე მუდმივად ჩასაფრებულ შიშს. როდესაც ხსენებული შიში იპყრობს გონებას და ყველა იმ შესაძლო ადგილებს ქოლავს, საიდანაც ჯანსაღი აზრის აღმოცენება შეიძლება მოხდეს, ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების მთელი მექანიზმი მთლიანად ინსტინქტურ მართვაზე გადადის. ასეთ მდგომარეობას გონებრივი დეგრადირება ჰქვია, რომელსაც სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: სულიერი ფიზიკური და გარეშე ფაქტორები. ანტონის შემთხვევაში ეს დაწოლა სამივე მიმართულებიდან განხორციელდა. სწორედ ცხოვრების ასეთ მწვავე შორს ვერ გაუძლო და მისგან მიყენებული ტკივილის დროებით განქარვებას კონიაკის დახმარებით შეეცადა. იმ კონიაკის, რომელმაც ახლა ფიქრებში წასულს აგრძნობინა, რომ მასზე დამოკიდებულ ორგანიზმს მისი მიწოდება ესაჭიროებოდა, რათა აშლილ სულიერ და ფიზიკურ ტკივილებს წინაღდგომოდა. სავიჩევმა იქვე ახლოს მდგარ მჭედელს გახედა, რომელიც ასეთმა დაკვირვებულმა გადახედვამ ცოტა გააუხერხულა. მცირე ხანს უყურა მას ანტონმა და კვლავ საფლავისკენ მიმართა მზერა. ცალი ხელით რკინის კონსტრუქციაზე დაყრდნობილს საბოლოო გადაწყვეტილება ახლა უნდა მიეღო, თუ როგორი იქნებოდა მისი შემდგომი მოქმედება. ერთი წუთი და არჩევანი გაკეთებულია, რომელსაც წინ სწრებად სასმელი საკრძალვა და ოთარის გვერდით ყველანაირი ტკივილი სატანა ჩაუყენა. დიახ, იმ გახედვამ, რომელმაც დაარწმუნა მჭედლის გულსრბელობაში და მისი სახით უკვე ნამდვილი მეგობარი დაანახა, ანტონის შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა. სავიჩევი გამობრუნდა და ოთარის დახმარებით 10 მეტრით დასცილდა იქაურობას, რის შემდეგ გაჩერდა და შორიდან ერთხელ კიდევ შეათვალიერა დედის განსასვენებელი. წავიდეთ, ჩუმად წარმოთქვა 3-4 წუთის მერე ანტონმა და ჯოხის გასამართად წინ მოსინჯა ადგილი. ტაქსი უკვე დაბრუნებულიყო და სასაფლაოს გარეთ სამჭედლოს სიახლოვეს ელოდათ. ჯერ სახლში მიმიყვანეთ და იქ გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ, ჩაილაპარაკა სავიჩევმა, როცა მანქანაში მოთავსდა. როგორც შენ მეტყვი, ანტონ, უთხრა ოთარმა, რომელმაც იფიქრა იქნებ გამოსაცვლელის ან რამის სამოგება სურს ავადმყოფოშიო. სადარბაზოს კიბეების ავლაში ტაქსის მზღოლიც დაეხმარათ და უკვე მეოთხე სართულზე ანტონმა საკუთარი სახლის კარს გასაღები მოარგო. თავის საძინებელ ოთახში რომ შევიდა, იქ მდგარი კარადის უჯრიდან ფულის რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო და მზღოლს გაუწოდა. ეს შენ დღევანდელი მომსახურებისთვის. მზღოლმა ფულს დახედა და თვალები გაუფართოვდა. რას ამბობ, მთელი კვირა რომ გატარო, მაშინაც არ ეღირება ჩემი სამსახური მაგდენი და ესეც არ იყოს მე შენ ფულს როგორ გამოგართმევ, ახალგაზრდა კაცი ავად ხარ. და იქნებ რა გჭირდება? ანტონ, ეხლა არ მაწყენინო იცოდე, ტაქსის ფულსაც მე გავისტუმრებ და თუ რამე გახდება საჭირო, იმასაც. ფულიანი ხელი გააწევინა ოთარმა და თან დაამატა, ასეთი რამ აღარ გააკეთო, შენ ჩემი პატარა ძმა ხარ და მორჩა. კარგი სამსახური მქონდა წლების განმავლობაში და ძალიან მაღალი ხელფასი, თავის დაუნებურად ჯამაგირის დიდი ნაწილი მსჯებოდა. ანდა სად უნდა დამეხარჯა, თავისთვის ჩაილაპარაკა ანტონმა და მწუხარე სახით ფული ისე უჯრაში ჩაყარა. მძღოლმა სინანულით შეათვალიერა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, თავი დახარა და გვერდით გადგა. ასე დაელოდა მათ მოქმედებას, რადგან ამ სიტუაციას ის შემთხვევით შეესწრო და ბევრი არაფერი იცოდა ანტონის შესახებ. სახეზე კი შეეტყო, რომ სავიჩევის კეთილი ჟესტი ძალიან მოეწონა და მისმა ასეთმა დიდსულოვანმა გამოსვლამ საპასუხო ქმედებაზე დააფიქრა. ოთარ ცოტა ხანს ჩამოჯექით, სკამებისკენ მიუთით ანტონმა და თვითონ საწოლზე ჩამოжდა. ერთ რამეს გეტყვი, მიმართა მჭედელს, რომ დავას და ლაპარაკს აზრი არ აქვს. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და ეს არანაირად აღარ შეიცვლება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ და შენს ასეთ მოქმედებას დიდად ვაფასებ. ვხედავ, რომ შენ ნამდვილი მეგობარი ხარ და განიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ გეტყვი, რომ თუ გამოსაჯამრთებელი ვარ, აქაც გამოვჯამრთელდები. თუ არა და ავერა ექიმი მე ვერ მიშველის. ასე რომ დავრჩები და როცა დრო გექნება, დამხედე ხოლმე ხანდახან. ოთარს კიდევ ერთხელ აევსო თვალებით სრემლებით და
ანტონის საძინებელი ოთახიდან გავიდა, მძღოლი უხერხულა დაიბუზა და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. რამდენიმე წუთი ოთახი დუმილმა მოიცვა, რომ ოთარიც შემოვიდა, ეტყობოდა, რომ რაღაც მოიფიქრა და ანტონს ასეთი რამ უთხრა. აქედან პირდაპირ გრიშასთან წავალ და გავიგებ, თუ არსებობს ვინმე პროფესორი, ძირითადად ამ ავადმყოფობის სპეციალისტი და რადაც არ უნდა დამისდეს და ვინც არ უნდა იყოს, მაინც მოვიყვან აქ. ეს შეიძლება დღეს ვერ მოვახერხო და ხვალ, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ და შენ მაინც გამოგაჯამრთელებ. ახლა წავალ. დღეს ვეღარ მოვბრუნდები, მაგრამ აი გიგას გამოვატან საჭმელს. მძღოლზე მიუთითა. ხვალ დილით ადრე მოვალ და ყოველ დღე მოვალ. შენ ნურაფერზე ინერვიულებ, მარტო ის იფიქრე, რომ მე შენი ღვიძლი ვარ. დაამთავრა ოთარმა და წასასვლელად შემზადებულმა გიგას შეხედა. ბოდიშ ვიხდი ოთარ, მაგრამ მეც მათქმევინეთ ერთი სიტყვა, თავი ასწია მძღოლმა და ანტონს მიმართა. მეც ვიტყვით ჩემ სათქმელს და შემოგთავაზებთ, რაც მე ძალმიც. სახელმწიფო გეგმა ბევრი არ მაქვს, დილით ადრე რომ გამოვიდე 12 საათამდე შესატანი გეგმის ფულს აუცილებლად გამოვიმუშავებ. 12-ის შემდეგ ჩემი მანქანით თქვენს გვერდით მიგულეთ და რაც დაგჭირდებათ მზად ვიქნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დილის საათებში რომ ვიყო საჭირო, ვერ მოვიცლი. დილით თუ დაგჭირდებით, საქმეს მერე მივხედავ. მოკლედ ხვალიდან მეც თქვენს გვერდით ვარ და არ დამერიდოთ არაფერზე. ჩათვალეთ, რომ მეც თქვენი ძმა ვარ. აქ უკვე ანტონმა ვეღარ გაუძლო, თვალები შეუსველდა და თავი გვერდით მიატრიალა. მალევე მოერია მისთვის ამ უჩვეულო განცდას და მათ მიმართა. ექიმიც რომ არ იყოს ჩემი გამოჯამრთელებისთვის, თქვენი თანადგომაც კი საკმარისია. იმ ღამეს ანტონს თვალი არ მოუხუჭავს, სინანული დგასქეროდა წარსულს და ფიქრობდა, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა ყველაფერი, ეს ადამიანები 7-8 წლის წინ რომ გამოჩენილიყვნენ ჩემს ცხოვრებაშიო. წარსულის ფონზე ილუზიური სამყარო შექმნა, რომელიც მჭედლისა და გიგასნაირი ხალხით შეავსო. იმდენად დიდი ბედნიერება მიანიჭა ამ წარმოდგენამ, რომ ფეხების ტკივილიც კი დაჯაბნა. გამთენიისას მისი გონება ისე მშვიდად გადავიდა ძილის მდგომარეობაში, რომ დილით ადრე მოსული ოთარის ხმაზე გამოფხიზლება გაუჭირდა. როგორ ხარ ძმაო? უთხრა კიბეებზე სწრაფად ამოსულმა აკასკასებულმა ოთარმა და წოლიარი ანტონს მიუახლოვდა. სამზარეულოში დავალაგე პროდუქტები და სადილის დროსაც შემოვირბენ, გაგიმზადებ და თან საქმესაც მივხედავ. შეგირდი დავაყენე და თუ არ მიუთითე, რა როგორ უნდა გააკეთოს, ვერაფერს იზამს. პროფესორს დღეს უნდა შევხვდე და მეტყვის როცა ეცლება. ყველა ღონეს ვიხმარ დავაჩქარო. შუა დღეს მოსვლა არ გინდა ოთარ. ჩემი კარიდან ხელმარცხნი რომ კარია, იქ დააკაკუნე. გახსოვს რომ გითხარი ერთი მოხუცი ახლობელი ქალბატონი მყავს მეთქი. კი, როგორ არა, მიოგო მჭედელმა. მან ალბათ ვერ გაიგო ჩემი მოსვლა და შენ უთხარი რომ აქ ვარ. ის მიმზადებდა აქამდე საჭმელს და ახლაც მომხედავს. დედობილივით მყავს, მის ხელში ვარ გაზრდილი და დიდი წვლილი აქვს ჩემს აღზრდაში. კარგი, რადგან ასეა, მე საღამოს მოვალ და გვიანობამდე ვიქნები ხოლმე აქ. ზოგჯერ დავრჩები კიდეს თუ დაგჭირდება და სურვილიც გექნება ამისი. რას ამბობ, ხმის გამცემი ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. კარგი, ყველაფერი კარგად იქნება. ასე მჯერა და ასე უნდა იყოს. გავალ ახლა. შემოვიყვან იმ ქალბატონს და მე გავიქცევი სამსახურში. საღამოს როგორც გითხარი აქ ვარ. მანამდე არ მოიწყინო, აბა შენიცი არაფერზე ინერვიულო. ყველაფერს მოვაგვარებ და მალე ფეხზე დადგები. მოხუცი მეზობელი როგორც კი შემოვიდა, საყვედურებით აავსო ანტონი. ღამით რომ არ გამოჩნდი, ნერვიულობისაგან წნევა მამიწია და კინაღამ მოუკვდიო. ბოლოს დაუყვავა, მოეფერა და უთხრა, ასეთი რამ აღარ გააკეთოო. ის დღეს დაღამდა. ოთარი საღამოს ცოტა ადრე წავიდა და დაუბარა დილით 10 საათისთვის პროფესორთან ერთად მოვალო. უკვე გვიანი იყო და ანტონს არ ეძინა. წოლიარეს თვალები ჭერზე მიეპყრო და გუშინდელივით ისევ იმ ფიქს მისცემოდა. ძალიან ლამაზად ალაგებდა თავის ცხოვრებას 19-20 წლიდან დღემდე. ახლა შეძენილი მეგობრების გვერდით და ამით ხარობდა, როდესაც ამაზე ფიქრობდა, თითქოს სხვა სამყაროში გადადიოდა. მისთვის რეალობა მთლიანად ქრებოდა და იმ ილუზიური წარმოდგენით, რომ ეს მარტო ასე კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ეს ასე იყო, შვება დევლინებოდა. მას კი ეგონა, მჭედელი რომ უწინ გაეცნო, სხვაგვარად წარიმართებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ არ იცოდა მთავარი, მისი ყოველი ნაბიჯი რომ
კონტროლდებოდა. ამდენად ის მჭედელი და თუნდაც ნებისმიერი სხვა გაცნობიდან რამდენიმე დღეში ისე ჩამოსცილდებოდა, რომ მიზეს ვერასოდეს შეიტყობდა. ახლა ის საბჭოთა სისტემისთვის საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს და 20 მჭედლის თანაკაციც რომ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. საბჭოთა უშიშროებამ სავიჩევის სადავე მაშინ მიუშვა, როდესაც ის სასმელს მიეძალა. ასე რომ ანტონი ამჟამად ისეთივე თავისუფალი ადამიანია, როგორც მისი არაფრის მთქმელი მილიონობით თანამოქალაქე. დილისათი საათი სრულდებოდა. ანტონმა მეზობელი ქალბატონის მიერ იქვე სკამის საზურგეზე გადაკიდებული გარეცხილ გაუთოებული მაისური გადაიცვა და ექიმის მოლოდინში კედლის საათს მიაჩერდა. დანიშნულ დროზე მართლაც მოვიდნენ ოთარი და პროფესორი, რომელმაც ზედმიწევნით გასინჯა ავადმყოფი. 50 წლამდე ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა საფუძვლიანად გამოკითხა მას ყველაფერი და დაასკვნა. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს სისხლისა და სხვა მრავალი ანალიზი, ზუსტი დიაგნოზის დასმა გაჭირდება, რაც სწორი მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა. მდგომარეობა, რადგან სერიოზულია, ჩემ სტაციონარში წამოსვლას გირჩევდით. დროის იმ მოკლე მონაკვეთში, როდესაც ექიმი სინჯავდა, სავიჩევი მისი დაკვირვებით იყო დაკავებული და შეიძლება ითქვას, რომ არ გამოჰპარვია პროფესორის სახის არც ერთი მიმიკა. ხოლო როცა მკურნალმა სტაციონარში გადასვლა შესთავაზა, მან მოგრძალებული ღიმილით და ზრდილობიანი ფორმით ძალზე 7 ტონით მიმართა. ექიმო, ალბათ ხედავთ, რომ ეს პრობლემა ჩემთვის ახალი არ არის. წლების განმავლობაში ეს ავადმყოფობა პერიოდულად მიტევდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ უკან იხევდა. ამჯერადაც მგონია, რომ ასე იქნება. სავიჩევი თითქოს კიდევ აგრძელებდა საუბარს, მაგრამ პატარა პაუზა გააკეთა, რითაც ისარგებლა პროფესორმა და ჩაერთო. მინდა გითხრათ, რომ ახლა სხვაგვარადაა საქმე და ავადმყოფობის თავის შეჩერების პერსპექტივა თითქმის ნულის ტოლია. მე გითხარით და კიდევ გიმეორებთ, რომ ანალიზებმა უნდა გვაჩვენოს მკურნალობის მიმართულება. ამიტომ კვლავ იმას გეტყვით, რომ ამჯერად თქვენი ავადმყოფობა სათანადო ჩარევის გარეშე უკან არ დაიღებს. ეს მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. ანტონი სერიოზული სახით მისჩერებოდა პროფესორს და როგორც კი მორჩა ის სათქმელს მის სიტყვას თავის საბოლოო გადაწყვეტილება შეაგება. ბატონო პროფესორო, ხედავ და ვაფასები იმას, რომ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მიბიძგებთ იმ აუცილებელი ქმედებისკენ, რაც ჩემთვის ერთი შეხედვით სასიკეთოა. მოცემულ შემთხვევაში ლოგიკა თქვენს მხარეზეა, მაგრამ თუ ამას ცხოვრების სიბრტყეზე გადავიტანთ და იქ განვიხილავთ, ასეთ სურათს მივიღებთ. ჩვენი ყოველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენივე ცხოვრებისეული წესების აღსრულების აუცილებლობით არის განპირობებული, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის სურვილებთან. ეს დამოკიდებულია მათ გონებრივ განვითარებაზე, ანუ რაც მეტია აზროვნება, მით მეტია დოგმატურ წესებთან შეუთავსებლობა. საუბარია იმ თავს მოხვეულ წესებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში გვართმევს თავისუფალ ნებას და ამის სანაცვლოდ გვაძლევს არაფერს. ანდა რა შეიძლება ადამიანმა მიიღოს თავისუფლების სანაცვლოდ? არც არაფერი და სწორედ ეს არაფერი მიგვანიშნებს ჩვენი ცხოვრების აბსურდულობაზე. ჩვენ სიცოცხლეში არჩევანის ნება არ გვაქვს. ასეთი მომენტი ძალზე იშვიათად დგება საბჭოთა მოქალაქეებისთვის. დღეს მე ცხოვრებაში პირველად მეძლევა უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გადავწყვიტო თუნდაც ჩემი შემდგომი ჯანმრთელობის საკითხი და სურვილი მაქვს ამ უფლებით ვისარგებლო. ექიმო, გთხოვთ, ნუ გამინაწყენდებით იმაზე, რომ მე სახლში დარჩენას ვირჩევ. გამტკნარებული წამოდგა სკამიდან პროფესორი, მაგრამ ღიმილით მაინც შეღიმა სავიჩევს. ნება თქვენია, თუმცა მე წამოსვლას ვარჩევდი. პროფესიულმა ჩვევამ ძლია ექიმს, მაგრამ ავადმყოფის შეუვალსახეს რომ შეხედა, ასე დაემშვიდობა. მე დაგიტოვებთ წამლებს, რომლებსაც ტკივილების მომატების დროს მიიღებთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მერე გადაწყვეტ ჩემ სტაციონარში დაწოლას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე ნებისმიერ დროს მზად ვიქნები თქვენს მისაღებად. ჩანთით ხელში კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით ჩადიოდა პროფესორი და თითქოს ფიქრით სხვაგან იყო მისი გონება. უკან დამწუხრებული მჭედელი მიჰყვებოდა და არც მის თავს იდგა სიმშვიდე. ეზოში რომ გავიდნენ, პროფესორი შემობრუნდა და უკან მოყოლილ კაცს პატარა ჩაფიქრების შემდეგ უთხრა: ალბათ გაინტერესებთ, რა სჭირს ავადმყოფს.
რა თქმა უნდა, ექიმო, მიუგო გაფაციცებით მჭეdelმა და თვალმოუცილებლად მიაპრომზერა პროფესორს. ექიმა ცოტა ხნით თვალები მოხუჭა და ხელის თითებით საფეთქლები მოისრისა. შემდეგ ნახევრად მოხუჭული თვალებით მჭედელს შეხედა და დანანებით ამოთქვა: რა ახალგაზრდა ეცლება ქვეყანას ხელიდან? რამდენიმე წამს კიდევ გაჩერდა და კვლავ განაგრძო ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის მანძილზე მრავალ მძიმე ავადმყოფთან მქონია ურთიერთობა და რომ არა დღევანდელი შემთხვევა არც ვიფიქრებდი ამაზე. ყველა მათგანის თვალებში, ვინც ჩემთან მოუყვანიათ, ერთი რამ იკითხებოდა: ექიმო, გთხოვ, მიშველე. მათგან წამოსული ასეთ სურვილს იმდენად მივეჩვიე, რომ განწირული ადამიანის ჩვეულებრივ მოქმედებად მივიჩნიე მათი ამგვარი დამოკიდებულება. დღეს მივხვდი, რომ ვცდებოდი. რას გულისხმობთ, ექიმო? დაინტერესდა მჭედელი. პროფესორმა თავის წინ მდგარი კაცი იმ თვალით შეათვალიერა, იყო კი ის იმის გამგები, რაც მისთვის უნდა ეთქვა, როდესაც დარწმუნდა მის ალალ და არც თუ ისე უაზრო გამოხედვაში, განაგრძო იმას, რომ მის თვალებში ეს ვერ ამოვიკითხე. მეცაც გეტყვით, მას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და ეს გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, რომ ვერავინ შეაცვლევინებს ამას. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს. მან იცის რა ცელის. როცა ვსინჯავდი, ის მემაკვირდებოდა და მაშინ უფრო დარწმუნდა. ვერ დავმალავდი, რომ საქმე სერიოზულად აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ურთიერთობის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი. დაბნეული ვარ, ძალიან დაბნეული და ერთადერთი კითხვა მებადება: განა რა მოხდა და რა ხდება ამ ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში, რომ ამ შესანიშნავი გარეგნობის და ამ ინტელექტის პატრონი ასე უღიმღამოდ იღუპება? პროფესორმა თავი გააქნია. ყოველთვის ვცდილობდი პაციენტთან ურთიერთობაში ნერვებს არ ავყოლოდი და ცივი გონებით მემოქმედა. ამის პასუხად დღეს ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე, რომ არ ვიცი ამის შემდეგ როგორ წარიმართება ჩემი პროფესიული საქმიანობა. ესე იგი, მისი გადარჩენა აღარ შეიძლება, თვალში ცრემლი მოადგა ოთარს. არსებობს სულ 5% იმ შემთხვევაში, თუ ორივე ფეხს მოვკვეთ ბარძაფში. ასეთი იმედი შეიძლება ვიქონიოთ მაშინ, თუ ორგანიზმში არ არის მოდებული და მე რაც მგონია თუ ის არ აღმოჩნდა. თქვენგან ვიცი, რომ მას არც მშობლები ყავს და არც და-ძმა. გამოდის, რომც გადარჩეს მთლად მოკვეთილი ფეხებით, ჯოჯოხეთად ექცევა ცხოვრება და მაინც ტანჯვით დაასრულებს სიცოცხლეს, საშინელი ტანჯვით. პროფესორი კიდევ ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო: ეს ახალგაზრდა მართალია, რადგან მან ვერ აიტანა ის, რასაც მილიონობით ჩვენგანი ყოველდღიურად ვიტანთ. მან რამდენიმე წინადადებაში დამანახა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი. პროფესორი ნახევრად მიბრუნდა და წასასვლელად გაემზადა, მაგრამ ისევ მოუბრუნდა მჭედელს და უთხრა: მე თქვენ ახლა დაგიწერთ იმ მალამოს დასახელებას, თან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო, რომელიც აფთიაქში ძალიან იაფიღირს, ყოველდღიურად უნდა წაესვას და გარკვეულწილად გაუგრილებს შეშუპებულ ადგილებს. ტკივილებს თუ ის ტაბლეტები აღარ გაუყუჩებს, მოდით ჩემთან სამსახურში და ამპულებს მოგცემთ. იმ ნემსებს ვერ სადიშოვით, რადგან აფთიაქში ის არ იყიდება. ასევე იმ ტაბლეტებს, რომლებიც დაგიტოვეთ, თუ ისინი ეფექტური იქნება და შემოგაკლდებათ, მაგაზეც ჩემთან უნდა მოხვიდეთ. მე აქ ვეღარ მოვალ, რადგან ჩემი მოსვლა მისთვის არასასურველი იქნება. ნემსების გაკეთება თუ დაგჭირდება, ვენაში გრიშა გამოგადგებათ, მით უმეტეს თქვენი მეგობარია და თან აქვე ახლოს ცხოვრობს. ექიმო, ის მაინც მითხარით, რამდენი ხანი აქვს დარჩენილი? უთხრა თითქმის ატირებულმა მჭედელმა და თვალები შეიმშრალა. ორგანიზმზეა დამოკიდებული და ადამიანის ბრძოლის უნარიანობაზე. ანტონს ბრძოლა შეწყვეტილი აქვს და ამიტომ ჩემი აზრით ერთ თვეს არ უნდა გასცდეს. მიხედეთ, გთხოვთ, რადგან ის ნამდვილად იმსახურებს ამას. თქვა თვალებში ცრემლჩამდგარმა ექიმმა და ეზო ჩქარი ნაბიჯით გადაიარა. შემოდგომა ძალებს იკრებდა
და მიწის ზედაპირზე შემორჩენილ სითბოს ქარის დახმარებით სამხრეთისაკენ მიერეკებოდა. ადამიანები ნელ-ნელა იმოსებოდნენ თბილი ტანსაცმლით. ანტონი ფანჯარას მთელი დღის განმავლობაში ვეღარ ტოვებდა ღიას და მხოლოდ შუა დღეს თუ გამოხსნიდა 1 საათით. კომუნისტები, როგორც არ უნდა აციებულიყო, 15 ნოემბრამდე გათბობას არ ხვდავდნენ საქართველოში. ამიტომ ეს გარდამავალი პერიოდი, მით უმეტეს თუ სიცივეები იყო, კორპუსში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან რთულად მიმდინარეობდა. რადგან გათბობის სხვა საშუალება მათ არ ჰქონდათ. ასე გადიოდა შემოდგომის დღეები, რომელმაც იმ წელიწადს დიდი სიცივეები მოიყოლა. სავიჩევის სახლშიც შეაღწია ამ სახეცვლილმა ამინდმა. მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მჭედელს, გრიშას და ტაქსის მძღოლს, რომლებიც ყოველი დღის მეორე ნახევარში ანტონის სახლში იკრიბებოდნენ და კარტისა თუ სხვა თამაშებით ართობდნენ სახლის პატრონს. მათი რეჟიმი ასეთი იყო: ოთარი დილით ადრე მოვიდოდა, საჭმელს და საჭირო მედიკამენტებს მოუტანდა და სამსახურში გარბოდა. დღის 3 საათის შემდეგ ასე 4 საათამდე სამივე იკრიბებოდნენ და გვიანობამდე რჩებოდნენ ანტონთან. ამ ხნის განმავლობაში გრიშა გამოეთიშათ რამდენჯერმე, რომელსაც პერიოდულად საავადმყოფოში მორიგეობა უწევდა. სადილს მისი დედობილი მეზობელი ქალბატონი უმზადებდა, რომელიც საყვედურს არ ულევდა სახლში მკურნალობის გამო. ის ნამდვილი დედასავი თუ ულიდა და არ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა მისი გაზრდილი ბიჭის თავზე. ანტონი კი ისეთი ბედნიერი იყო ადამიანებთან ასეთი ურთიერთობით, რომ ვერც გაიგო ერთმა თვემ როგორ გაირბინა. რაც შეეხება მჭედელს, რომელსაც პროფესორმა ზუსტად ეს დრო აღუთქვა მეგობრის სიცოცხლედ, თითებზე ითვლიდა დღეებს და ბედნიერი ანტონის შემხედვარეს სახეზე ეტყობოდა, რომ სასწაულს ელოდა. ეს უფრო მისი სურვილიდან გამომდინარე იყო, ვიდრე რწმენა იმისი, რომ სავიჩევი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებოდა. ასე თუ იყო თუ ისე, ამ ახალგაზრდებმა გვერდით გადადეს თავიანთი ოჯახების ყოველდღიური პრობლემები და მთელი ენერგია ანტონის სიცოცხლის ბოლო დღეების გალამაზებას მოახმარეს. ერთ საღამოს, როდესაც სავიჩევი მეგობრებს ემშვიდობებოდა და მათივე მოტანილი ინვალიდის ეტლით გასასვლელ კარამდე მიჰყოლოდათ, ოთარი შემობრუნდა და უთხრა: ანტონ, მოდი ამაღამ აქ დავრჩები. რამდენიმე ღამე ხომ დარჩი, მაგრამ არაფერი დამჭირვებია. ხომ ხედავ, ყავარჯნების დახმარებით გადაადგილება ჯერ კიდევ შემიძლია. შენ ოჯახს უფრო სჭირდები და ბავშვებს. წადი ძმაო, ისედაც ბევრს ირჯებით ჩემთვის და ასე ნამეტანი გათამამებაც არ ღირს. ოთარმა აღარ გაუწია წინააღმდეგობა და მეგობრები სათითაოდ ხვალამდე დაემშვიდობდნენ. კარში გასვლისას ანტონმა მიაძახათ: დედილოს მიუკაკუნეთ, რომ იქნებ ჩემთან შემოვიდესო. 1 საათის გასული იყო მეზობელი ქალბატონი და რომ შემოვიდა, იმ წამსვე მიეჭრა ანტონს. რამე ხომ არ გინდა შვილო? სავიჩევი თავის საძინებელ ოთახში მდგარ დაბალ კარადასთან მიგორდა და მისი ზედა უჯრიდან დახურული კონვერტი ამოიღო. დედილო, ერთ რამეს გთხოვ, ცოტა ხნით ჩამოჯექი და ყურადღებით მომისმინე. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმეორებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ არ მკითხო არაფერი, გულისყურით მომისმინე და შემისრულე ეს, როგორც მთელი ცხოვრების სურვილი. ანტონი კიდევ ერთხელ დააკვირდა სმენად გადაქცეულ მოხუცის სახეს და რა დარწმუნდა მის მზადყოფნაში, რომ ის დანაბარებს ზედმიწევნით აღასრულებდა, განაგრძო. მოკლედ, ჩემს მდგომარეობას შენ ყველაზე კარგად ხედავ. შეიძლება ყოველ წუთს დადგეს ჩემი სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა, საიდანაც ალბათ დიდხანს ვერ დავაღწევ თავს. ჩემი აქ არ ყოფნის დროს ბუნებრივია გასაღები შენ გექნება და სახლსაც შენ მიხედავ. ვინ მყავს შენს გარდა სხვა? მოხუცისრემლი მოადგა ანტონმა კი კვლავ გააგრძელა საუბარი. გახსოვს ალბათ, რომ მაწუხებდი, ქალი რატომ არ მოგყავსო? ახლა უნდა გითხრა ამის პასუხი და წესით ამ მიზეზმა უნდა გაამართლოს. ოდესღაც შენგან დაწუნებული ჩემი საქციელი. ერთი ქალი მიყვარს დღემდე. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მე ის აღარ მინახავს, მაგრამ ვერც ერთი წამით ვერ გავეკეცი მის სიყვარულს.
არ გაქრა და არ განელდა მის დამი ჩემი გრძნობა და ამან გამოიწვია გარკვეულწილად ჩემი სიმარტოვე. ახლა, როგორც ვიცი, გაუგია ჩემ შესახებ და არ გამოურიცხავ რუსეთიდან ჩამოვიდეს და მომინახულოს. ვფიქრობ, ხვალანზე იმდენად შემომიტია ფეხებმა, რომც არაფერი იყოს, თავად გადავწყვეტ სტაციონარში წასვლას და ჩემი აქ არ ყოფნის დროს თუ გამოჩნდება, აი ამ წერილს გადასცემ, სანამ ჩემ სანახავად წამოვა სტაციონარში. მას ქვია კაცია და გარეგნულ მონაცემებს რაც შეეხება არის ქერა და გრძელთმიანი, საკმაოდ მაღალი და მოხდენილი ტანის ქალბატონი. როდესაც ნახავ, დარწმუნდები, რომ ის ნამდვილად ღირსია ჩემგან ასეთი სიყვარულისა. ასე რომ ეს კონვერტი გამომართვი და სათუთად შეინახე მანამ, სანამ კაცია გამოჩნდებოდეს. სავიჩევმა მოხუცს კონვერტი გაუწოდა და თან დააყოლა. მეორე საკითხიც მინდა გითხრა და შენი იმედი მექნება, რომ ადვილად გაართმევ ამასას თავს. ანტონმა იგივე უჯრა გამოხსნა და მეზობელს მიმართა. აქ ფულია, ჩემი დანაზოგი. ბიჭებმა არაფრის დიდებით არ გამომართვეს. თავად იხარჯებიან და მე უხერხულად ვარ. დედილო, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემი საავადმყოფოში ყოფნის დროს შეიძლება 1000 რამ დამჭირდეს და ოთარს მიეცი. შენ ვერ გეტყვის უარს. ასე მეც დაწყმარებული ვიქნები, თორემ ამის გამო ძალიან შეწუხებული ვარ. აი ეს თხოვნა მაქვს, მეტი არაფერი. უთხრა სავიჩევმა და დაკვირვებით მომზირალ და ცრემლმორეულ მოხუცს ძველებურად გაუღიმა. ღამის 12 საათი სრულდებოდა. ინვალიდის ელტრში მჯდარი ანტონი ფანჯრიდან განათებულ ქუჩას გადაჰყურებდა და თავისი ცხოვრების გარდასულ წლებს ხანსაით მიუყვებოდა და ხანსაით იხსენებდა თავს და გადახედილი ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ბავშვობისა თუ მოწიფულობის ხანაში. გაიხსენა გოგიც ინვალიდის ელტრში რომ იჯდა თავის აივანზე. რა ყოფილა თურმე ჩვენი ცხოვრება. გაიფიქრა და თავისი ახლანდელი მდგომარეობა მიადარა მაშინ დანახული მეგობრისას. ცრემლები ვერ შეიკავა ანტონმა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის განსჯის დრო არ იდგა. თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს, როდესაც მეხსიერებამ დაინვალიდებულ ალექსანდრესთან შეხვედრა გაახსენა. სავიჩევმა თავი დაღუნა და პატარა ფიქრის შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა. გოგის ფიქრადაც კი არ გაუვლია, ჩემი დაღუპა და უნებლიედ მოუვიდა ეს შეცდომა, რომელიც არ ვაპატიე და სიკვდილის პირას მყოფიც კი არ ვინახულე. მე კი რა გავაკეთე? შეგნებულად ჩაფიქრებულად გავანადგურე და მოვსპე ადამიანი. მართალია ეს მისი ჩემ და მის აქციელის საპასუხოდ ჩავიდინე, მაგრამ აქ არ არის განსხვავება. მას დაავალეს, მე კი თავად გადავწყვიტე ეს ბოროტება. იმ გაგებით, რომ ბოროტ საქმე სიკეთე არასოდეს არავისთვის მოუტანია, ალექსანდრე დაინვალიდდა მხოლოდ. რაში მჭირდებოდა? რა გავაკეთე ამით? სინანულმა შეიპყრო ანტონი, რომელმაც ეტლი შემოაბრუნა და საძინებელი ოთახისკენ დაიძრა. წვალებით გადავიდა საწოლში. თავქვეშ ხელები ამოიწყო და სხვადასხვა მიმართულებით გაეგზავნა თავისი ფიქრები. მალევე ჩაეძინა, მაგრამ ერთ საათიანი შფოთიანი ძილის შემდეგ გამოეღვიძა და საწოლზე გულდაფეთებული წამოშდა. დედა წამოიძახა გაღვიძებისთანავე ანტონმა და სიზმრის ანალის შეუდგა. არასოდეს მინახავს სიზმარში დაბრუნებული დედა ჩემი და იქნებ მართლა უნდა მოვიდეს, წარმოთქვა ჩაფიქრებული სახით და ფეხები ფრთხილად გადმოსწია საწოლიდან. ცოტა ხანს ასე იყო გარინდებული და კიდევ ფიქრობდა რაღაცას, მერე თითქოს რაღაც იაზრა. ფეხზე ყავარჯნების დახმარებით წამოდგა და ტანსაცმლის კარადასთან გაჭირვებით მივიდა. 4 თვის წინ ნაყიდი შავი შარვალი და შინდისფერი ხალათი ჩამოხსნა, რომლებიც სიქვე სავარძლის კიდეზე მიაწყო. ეს ტანსაცმელი ერთხელაც არ სმია. დედობილმა გაუუთოვა და აქ დაუკიდა. სწორედ ის ახალი ტანსაცმელი გამოალაგა ახლა და მაშინვე გაემართა პირსაბანისკენ. წვერი და თმა წინა დღეს ჰქონდა მოწესრიგებული, ამიტომ ხელპირი დაიბანა და თმა გადაივარცხნა. საძინებელში რომ დაბრუნდა, სავარძელზე მიფენილი ტანსაცმელი აიღო და საწოლისკენ გაემართა. იქ ჩამოждდა და ცოტა ხნით შეისვენა. შემდეგ მაისური გაიხადა და ხალათი ტანზე თავისუფლად მოირგო. რაც შეეხება შარვალს, ის წვალებით ამოიცვა, თხელი სპორტული შარვლის გაძრობის შემდეგ და ასე გამოწყობილი ჩაჯდა ეტლში. სავიჩევი გამოცოცხლებული ჩანდა და ენერგია მომატებული. ისეთი განწყობით იყო, რომ თითქოს ვიღაცის მოსვლას ელოდა. სარკესთან მივიდა და
თმები კიდევ ერთხელ შეისწორა. ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ოთახებში მიმოდიოდა ეტლით. უეცრად სადარბაზოდან ფეხის ხმა შემოესმა, რომელსაც მთელი არსებით მიაყურა და ორი ადამიანი უნდა მოდიოდეს. ჩაილაპარაკა და შემოსასვლელი კარისაკენ დაიზრა. ფეხის ხმა ნამდვილად მის კართან შეწყდა, რომელსაც მოჰყვა ნინა მაქსიმოვნას ხმა. ანტონ შვილო, სათხარ? კარი ღიაა, შემოდი დედა. შესძახა ანტონმა და ზღურბლზე უმალ დაინახა თავისი მშობლები. დედა, მამა, აღმოხდა ხორხიდან და მათ მიეგება. ჩემო საყვარელო ბიჭუნავ, დაიძახა ნინა მაქსიმოვნამ და გულში ჩაიკრა ამდენი ხნის უნახავი შვილი. რამდენი გელოდე დედი, ამოთქვა სიხარულისაგან აკანკალებულმა ანტონმა და დედას გულზე მიეხუტა. ვიცოდი რომ მაინც მოხვიდოდი, ვიცოდი რომ არ დამტოვებდი. დიდი ხანი კი გავიდა, მაგრამ აღარ მახსოვს ის განვლილი დრო, რადგან უკვე ჩემთან ხარ. კი, უკვე შენთან ვართ, მეც და მამაც და ამიერიდან ვეღარავინ დაგვაშორებს ერთმანეთს. ახლა შენს წასაყვანად მოვედით. დღეის იქით ჩვენ ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებთ. არაფერი აღარ შეგაწუხებს შვილო და არც მარტო აღარ დარჩები. მამასაც მიესალმე, მას შენ ძალიან უყვარხარ. წელში გაიმართა ნინა მაქსიმოვნა და ანტონს საშუალება მისცა მამას მისალმებოდა. გამარჯობა მამა, უთხრა და ხელი გაუწოდა. გამარჯობა ანტონ, ბოდიშს გიხდი შვილო, ყუიბიშევში რომ ვერ გაგეცანი. უფლება არ მქონდა და ამიტომ მოხდა ასე. მერჩი უნდა იქ გამემხილა ისე, რომ ვერავის გაეგო, მაგრამ არა უშავს. ახლა დედის თქმის არ იყოს, არა კაცთაგანს აღარ შესწევს ძალა, რამე გვიკარნახოს. გაემზადე და წავიდეთ. უთხრა ღიმილიანის სახით მამამ და მხარზე ხელი დაადო. დედა, ჩემს ნივთებს რა უყო? დაანებე შვილო თავი. ეგენი აღარაფერში გამოგადგება. იქ ყველაფერი გექნება. დაივიწყე ყოველივე და დაივიწყე წარსული, რომელიც ჯოჯოხეთად გიქციეს. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით და ყველანაირად მოგხედავთ. ასე რომ მალე აღარც ფეხები შეგაწუხებს და აღარც დარდი გექნება რამის. დედი, რაო ჩემო ბიჭო, კაციას ვერ უნახავთ? კაცია თვითონ მოვა ჩვენთან. მან იცის ჩვენი ამბავი და შენ მას აუცილებლად შეხვდები. უბრალოდ დროა ცოტა საჭირო. არა უშავს, სადაც ამდენი ვილოდე, ცოტასაც მოვიცდი. თქვა დანანებით ანტონმა და მონატრებულ დედის ხელს ორივე ხელით მოეჭიდა. აქ დავამთავრებ თხრობას და შემდეგ ალბათ დამამთავრებელი ნაწილი დარჩება ამ რომანის. მაბატიეთ ემოციებისთვის, რო ვწერდი მაშინაც უფრო მეტი ემოცია მქონდა და არა უშავს. ასეთ ნაწარმოებებს ახლია თან ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგლოცოთ, დიდი მადლობა ვინც მისმენდით. ჩემს გამომწერებს პირველ რიგში რა თქმა უნდა და მათ ვინც მისმენთ. ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის.